შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა რეიდების შეწყვეტა დღეს ეგრეთ წოდებული ყოფის ბაზრობის მოვაჭრეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს და საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მათ უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც შეუერთდა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს. მოვაჭრეთა პროტესტი სულხან მესხიძის რეპორტაჟში. დღეს სავაჭრო ცენტრი 2009 წლის მოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მოვაჭრეები ეგრეთ წოდებული ყოფის ბაზრობიდან შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრის შენობასთან ფეხით მივიდნენ და კანცელარიაში ერთობლივი განცხადება ჩააბარეს. აქციის მონაწილეები უწყების თანამშრომლების რეიდების შეჩერებას მიმდინარე წლის ბოლომდე ითხოვენ. მათი განმარტებით მეზობელი ქვეყნიდან საქონლის გადმოტანისას განბაჟებაში საერთო ღირებულების 18% იხდიან, რაც დიდ თანხას უკავშირდება. ჩვენ ვთხოვთ, რომ ყოფის მოვაჭრეები ძალიან ცუდ პირობებში გვიწევს მუშაობა. ჯერ დაწყებული საგადასახადოში, ან შემოსული უბრალოდ ტამოჟნიდან რომ ვიწყებთ. იმდენი გადასახადია ტამოჟნიაზე. ჯერ საბაჟო გადასახადი, მერე იქ მოსაკრებელია და მოდიხარ იმდენი თანხაზე გადის ეს რომ უკვე აღარ აიტანს. რომ ჩვენ საარსებო წყარო დაგვრჩეს. ხალხს გამოტანილი აქვს კრედიტები, წვალობს, აბსიცივეში დგას ყოფაზე. საქონელი ჩამოაქვს მთელი უბედურებით და ამბავით განბაჟებით, აი ჩვენი მთავრობა კი იცით რა ბაშადებს ამ საქონელს. ადმინისტრაციას უხდით გარკვეული რაოდენობის თანხას და იქიდან შემოსავლები მიდის ბიუჯეტში. იხდია და კიდე რა უნდათ რა ეს დამჟელი რაზმები შემოდის, არ გეკითხებიან, ისე გაჯარიმებენ. როგორ შეიძლება ასეთი რაღაცა? გამაფრთხილებელი აქცია შემოსავლების სამსახურის შენობის წინ ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა და მას ორგანიზებას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე უწევდა. იგი ფიქრობს, რომ გამოსავალი მხოლოდ კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ იქნება. უფლებადამცველის განმარტებით გადასახადები ფართის შესაბამისად უნდა დაწესდეს და ხელისუფლებამ მოვაჭრეების მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოს. არავინ არ გაურბის სახელმწიფოში ფულის შეტანას. უბრალოდ აქ არის საუბარი იმ კანონების შეცვლაზე, რომელიც სააკაშვილის დროს დაიწერა და რომელიც ფაქტიურად მეწარმეებს აღრჩობს. გამოსავალს ხედავ იმაში, რომ ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ამ ხალხთან, უნდა დააწესოს გადასახადები იქიდან გამომდინარე თუ რა პირობებში უწევთ ამ ხალხს. აი ესენი არიან მოვაჭრეები, ხო? სარფის საბაჟოდან და თავის სავაჭრო ცენტრამდე უამრავ გადასახადებს იხდიან. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ სალარო აპარატების გაუქმების შესახებ ცვლილებები არ იგეგმება. უწყების მონიტორინგის სამსახური კანონის შესაბამისად რეიდებს მომავალშიც გააგრძელებს. ხატია მოისტრაფიშვილის განმარტებით სამსახური სამართალდარღვევის პრევენციის საკითხზეც მუშაობს. ჩვენ ვასრულებთ კანონის საკითხებულ მოვალეობებს და ადმინისტრაციას ახორციელებს კანონის შესაბამისად. სამსახური მუშაობს სამართალდარღვევის პრევენციაზე, შესაბამის ახსნა-განმარტებით სამუშაოსაც ვაწარმოებთ ადამიანებთან. იმ შემთხვევაში თუ კი მოვაჭრეების განცხადება შემოსავლების სამსახური არ დააკმაყოფილებს, ისინი ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას აპირებენ.